დაიწყო. ეხლა აჩიკოს უნდა შევხვდეთ ფონი ჭალაში. ნახე რომ წვიმებიცაა გამოცხადებული და ორი დღე მოგვიწევს წვიმაში ყოფნა. დავიძავით ფეხით სოფისკენ. სოფელი წინუვანი. ახლოს არა 400 კილომეტრში. თბილის გამოვდით ეხლა და ნენელა. ალი დაგჭა ეს მეტი აღარ. პირველი ავტოსტოპი თბისამდე. და უკვე ჩვენ ვართ ტბისთან. შეგვეძლება ფარავანშიც გავსულიყავით პირდაპირ, მაგრამ ჩვენ ხო სიმარტივე არ გვიყვარს. ესეც ალგეთის წყალსაცავი. საღოლბი თქვია. კბილია? წყალია. ჭონია. აი ესე იქ ვიყავით, ესე შევუვარით ამთას. ამ ხეობაში გადავიარეთ და ესე ჩამოვიდით იქით. კარავს გავშლით. მე ანკესებს გავშლით. მე კარვებს და აქ ატყდება თევზაობა. ანუ აგერეგდო 10 ლარიანი. მოგრეთ წყალი ბაკზე გვაქო ვერ ავსებთ ხო? ერთი ბოთლი ლუდი და ერთი ბოთლი პატარა ბოთლი, იმიტომ რომ დიდი ვაფშე არ გქონდათ, წყალი ვიყიდით რა. სხვასთან უნდა ვიჩალიჩოთ. გამარჯობა. ერთ-ერთ ოჯახში შევედით წყალზე და აუ რა კაი თვალები აქვს. ეაჩიკონ ტვინი წაიღო, მთელი დღე ამ მაყვარს ჭამს. თან იქ ზემოთ ქალი არის კრიფავს. და აბარებს ის ქალი ეს კიდე გზადაგზა უჭამს. მოვედით და განვაახლევთ თევზაობას. საღალი მოვიდა. შენ დაგარქვე ბორჯომას. ბორჯომო გადი. დავიძარით უკვე წალკისკენ. მაგარია. გამოვიდით ტყიდან ბოლო-ბოლო. ეხლა აი უნდა მივიდეთ წყალი ავოსოთ და წალკისკენ შემდეგი გაჩერება. თან ცუდი ისაა რომ ეს სიმაღლე რაც ავწიეთ ტბისამდე. სულ აღმართებში მიდის ახლა. და ბოლოში არის იმხელა აღმართი რომ არ ვიცი იმის სასალველად კარგი ენერგია გვჭირდება. იმედია სადმე წყალი შეგხვდება, იმიტომ რომ სულ დამშრალია ვაფშე ყველაფერი. მე და აჩემ რაღაც საერთოდ გაჩერებული მანქანები ვიპოვეთ და ვიფიქრეთ რომ აქ საბანაო იქნებოდა და აშკარად არის საბანაო. მთელი მდინარე. ავაიაჩი. ტბას მდინარე ჯობია. შეგამოვიდი აქ ვერავარ, ხო? ასე. ისევ დავადექით გზას. და ძალიან ბევრი აღმართი რომ გასავლელი ახლა. 13 კილომეტრამდე გვექნება გავლილი ალბათ. დარჩენილია ერთი 35. აი ესე მოვედით. რაღაც კოფი შოპი იყო. წყლები და ერთი ლუდი ვიყიდათ და იქ არ ვიცი თუ ჩანს 30 კილომეტრი დაგვრჩათ წალკამდე.
თანაჩიკოს რა კაი ლუდი უყიდი. ბარსელონა ჯიგარი ხარაჩი. ეს რანაირად უნდა გადავიდე. არ ვიცი. უკეთ მივადექით იმ აღმართსაც ალგეთიდან რო იწყება. ეს დიდი აღმართი ფეხი თავიანთ. აჰა, წყარომდეც მოვახციეთ. ზოგადად ცხოვრებაში ვიღაცის ბაღში ვარ თქო. გათიბულ ბაღში ვარ. აი აჩქომ შემოთავაზე რომ იქით რაღაც ხეებია და იქით თუ აჯობებს იქითკენ გადავინაცვლოთ. ეხა მაბზე ნახე და არის სასაფლაო და მე იქ დარჩი და სადაც არ ვაფიქრებ. საათია, ალბათ 1 საათში უკვე დავიცნოთ რა. ხვალე უკვე ფარავანი გველის. ნახოთ. ხალე ჩიკოცებია. ვემშვიდობებით წალკას. აიქიდან ამოვედით, იქ წყალი ბაბუროზის წყალი ავავსეთ. წყალი გაგავსებია. 3 ლიტრა წყალი გვაქვს ისევ. ჩანთა ისევ მძიმეა. აბლეთ მეგობრებო, მისამენია რაც ესე მოვდივარ ისიდან. ან გამაწესიერი არა გვაქვს. წყალი სულ თავდება რა. რა გვაცოცხლებს და გვაძლევს ენერგიას. ლუდი თითო ბაკალი დავლიეთ ყველა დღე. რავით ბო ენერგიაზეც მოვდივართ, არწში ვარ, წყურია. დავდივართ ზაგაიფოთ რა. სოფელის სამება. შეიძლება ბევრს ეცნობა ეს სოფელი, იმიტომ რომ როცა მიწისძვრა ხდება, სულ ეპიცენტრი აქ არის. დღევანდელ დღეს ვაპირებთ რომ ლუდის გარეშე გაგვეტარებინა და შეგვედარებინა მე წინა დღეები, მაგრამ მე სომხური ლუდი შეგვდა მაღაზიაში და ხო რა დაგვაინტერესა რაღაც აწერია. არ ვიცი რა აწერია, მაგრამ რავი გავსინჯავთ და ვნახოთ აბა ეს ლუდით მიმუშავებს ჩვენ სტრატეგიაზე. აი, ესეც მოგიჭახულით. ება, ვისაც უყვარდა და აღარ არიან. გამარჯობა ბავშვებო, გამარჯობა. გამარჯობა. ბოლო სოფელია რა მოკლედ ეს. ტბეთიდან მოვდივართ ფეხით. ჯერ რაფის არ გაუჩერებია ჩვენთვის. ამეთ არც აი ხა გაგვიჩერეს. ზოგ უკვე ფოკაში ვართ. იმანქანამ გამოგვწია 1-20 კილომეტრით რა. ძალიან დაგვიხმარა. აი კემპინგ არეა. აქ წავიდეთ? ხო, აი მანდ მომივიდეთ. კილომეტრი ნახევარი. მე რა. ჩვენთვის კილომეტრი არაფერს არ წარმოადგენს. აჩიკომ დაითხრია ლუდი არარატი, რომელიც 6 ლარი ღირდა. ბიჭო რა კაია ისი? მართლა? რატომ უნდა მეყიდა რა წასასვლელად? მე ის ხო იცი სისულელია. ცისგან დამცავი. სისულელია ხო იცი მაწვე? კი, იცი. არიგინალს კაცი ხარ გაუძებ. კაცებს ვისგან დამცავი არ გჭირდება. ამაქანას პერებოი აქვს სერვერზე. ძლივს სწორი ადგილი ვიპოვეთ საკემპინგეთ და ერთი დღე მაინც დავიძინებ სიფრთხეზე და ასეთ დაქანებაზე არა. აი ესეთ ადგილზე გავჩერდით მესამე დღეს. ეხა ვაშრობ ესე.
ჩემი ვესტიბიული ესე გამოიყურება. რაც შეეხება ჩემს კარავს. აი ესეთი სიტუაციაა. ესეთია ჩემი რუმტური. აჩიკოსას სამწუხაროდ ვერ გაჩვენებთ შიგნით წერს. კიდევ აჩიკომ ესეთი ქვა იპოვა. აი ესეთი. ესეც ესე დავლაგდი ძლივს. ხამი გამოცხადებულია 7 გრადუსი თუ 6. იმედი მაქვს რომ არ იწვიებს. პროგნოზით iPhone-ზე მეუბნება რომ არ იწვიებსა და რა ვიცი. ვერ ჭიქო ხელიც არ ნახე ხდებოდი. ვაფშე. აუჯეთ. თელი ღამე წვიმდა, აი ისე წვიმდა თელი ღამე. აი, დილის ყავა. მეჩი ისე თელდავს. და ახალქალაქი პირდაპირ ანუ ეხლა რა გავაკეთეთ რა ჩვენ აჩიკოს ეჩქარებოდა და ჯერ უკვე ერთი დღე მოვიგეთ მაგით რომ ავტოსტოპით ესე 10 კილომეტრი 15 კილომეტრი გავყევით თვითონ დღეს თქვით რომ აბულის ციხიდან უკვე კი არ ჩამოვიდეთ ფარავანზე და მე ინოცმინიდან წავდით ახალქალაქში აბულის ციხიდან დავლა პირდაპირ ახალქალაქისკენ დავიშვით რა და უკვე 2 დღეს მოვიგებთ რომ დღეს ყველაზე რთული დღე არის აი ეს არის ბოლო ასფალტის გზა გამარჯობათ სალამი ბავშვებო როგორ ახართ არა გვიშ შოკოლადს შეჭამთ შოკოლადი არ გინდათ დიდი მადლობა არაფერს დაიმალა ჩვენი მთა და 2270 რკინის 1 ლარია ის 800 მეტრზე 8 ის 10 ლარიდან აი როგორი ინფლაცია ხდები რაც ზევითად ხარ იკლეს რა წავედით ქვევით ცოტა წინ კლავს სუნესტიანი აქავრობა და ხარით დამძიმდა იმედია ეს ბოლო აღმართი ძალიან რთული აღმოჩნდა აი ცხარი რო არის იმ მთის ძირიდან ამოვდივართ რა და არა ესე გზიდან ჩაოლებრი მე რო ბოლოს ნახე 2500-ზე ვიყავით 2590-ზე ვართ ამოვიარე მთავარი აღმართი აბულის ციხემდე ვა ესეც ჩვენი ფარავანი რომელსაც დილით დავამშვიდობთ ჩანთები ადგილია ინოცმინდა ახალქალაქი და ეხლა უნდა ჩავიდეთ არ ვიცი აი ამ ქალაქში პრობლემის ქვევით რო არის შესვენება აჩკო ვარჯობს რუსულში ესე გამოვიდა რა აბულის თაზე ფეხით ავედით და ფეხითვე ჩამოვედით აი მთების ზევით ვიყავით 2700 მეტრზე ზღვის დონიდან და ეხლა ვართ 1900-ზე ანუ ძალიან ბევრი ჩამოვწიეთ რა დაღმართმა აი ფეხები გაგვინადგურა რასაც ქვია მაგას მართლა აღმართი ჯობდა მაგრამ
კიდე 16 კილომეტრი დარჩა 15. სოფელში რომ შემოვედით იყო ასფალტი. მეგონა რომ ახალ ქალაქამდე იქნებოდა ასფალტი, სამწუხაროდ. თურმე სხვა სოფელში შემოსულვართ და რამე საინტერესოს ამჩნეო. წეროი, ვიტო, რა გითხრა მგელი შედავში ხდესო? აი შემოგვახალთ 9 საათი. და ვართ ახალქალაქიდან ამდენ 5 კილომეტრში. მოკლედ ტანჯველი 44 კილომეტრის მერე, რომელიც სრულიად ფეხით დავფარეთ. საშინელი აღმართები და არ იყო ეს მარტივი. ახალქალაქამდე დაგვჩერეთ სოფელი და ვიღაცის ბაღში ვივართ ახლა ვაშლის ძირში. ესეც სიტუაცია გვაქვს. მოგვიწია ღამის სიარული, გინდა ახალქალაქამდე წასვლა, მაგრამ ვერ მოვასწარით. და რაღაც სოფელში ვართ ახალქალაქის გვერდზე 2 კილომეტრში. ეს ჩემი გარეცხილი ტანაცმელი, ეს მე დამეზარა ყველაფერს ამოლაგება და ფოლგა შემოვიხვიე რომ არ შემცინო და ღამე. და რავი გამართლა ასე თუ ისე გადავრჩი. მოკლედ გუშინდელი ვერაფერი ვერ გადავიღე რა. იმიტომ რომ იმდენად დაღლილები ვიყავით. ეხა powerbank-ს დავტვენით, საჭმელს შევივსებთ და დავაწევით ვარძიისკენ. დინარე ფარევანი. GoPro-ში მესამე ელემენტი ჩავდე. ახალქალაქში ვართ უკვე. ეს კამის ფორმა მიიღო და ეხა ფეხის ზეღა დგას. ეგარი 45 და 44 კილომეტრი აღმართ უიარეს. დღეს აგერ სწორზეც ვეღარ დავთმევართ. შევჭამთ და დავუშვებით ვარძიისკენ. აი, გამიგდა. გონი აი აქ ვიყავით ამ მთაზე. ზღვის დონიდან 1760 მეტრი. სოფელი აფნიასთან დაშვება ვარძიისკენ. აი ვარძიას ხედავთ ალბათ. მოკლედ მეგობრებო, დღეს ვიმყოფებით ვარძიაში. ბიჭებს რძიანი ყავა მოგვინდა და აი ძეცაკ არის. კარავი გავშალეთ სადღაც ტყვის პირზე და როგორც ჩანს ჭიანჭველების ბუდე იყო სადღაც ახლოს და ძალიან ბევრი ჭიანჭველა არის კარავზე და ესეთი გასართობია რა. წყალს ავავსებთ ახლა. ცოტა შევჭამს და ემელა ჩავლაგდებით და მერე წავალთ. არა ასეთი ხედის დატოვება ძნელი არის. თუმცა დინარეს თავი და ყვალი რო ესეთი კამკამა არის. ანუ არ მჯერა. ეს არის აჩიკოს skin care. თელი ჩანს აქ წამოებული მაგისთვის რომ მისი სახე მუდამ ახალგაზრდულად გამოიყურება. ავიძარით უკვე წყალს და powerbank-ს შევავსებთ და მერე უკვე ძველისკენ დავეშვებით. აქვე მინდა ბოდიში მოვხადო იმ პიკაპის მძღოლს, აჩიკოს მაგივრად მაინც. აფნიედან
შუაგზაზე შეგხვდა და ჩამოგვიყვანა ვარძიამდე და რაღაცა გაუთვალისწინებელი რაღაც შეგვემთხვა ჩვენ და თუ ამ ვიდეოს მე ნახავს მინდა რომ ბოდიში მოუხადო აჩიკოს სახელით რა დარჩა ძალით არ უნდოდა გონი გუშინ არ მიჩვენებია და სიმაღლეზე ჩამოვედით 1760 მეტრიდან დაბლა ჩამოვედით 500 მეტრიანი აი სერზე ზემოთ აიქიდან აქამდე არის 500 მეტრი elevation-ით ჩამოსვლა დაბლა ახლა ავიღეთ წყლებს ესე შემოვედი ვარძის ტერიტორიაზე წყალი დაბლა ვარჯიშს არც არ მოდიოდა და წყაროები იყო და მარტო იყიდებოდა ხოლმე სტუდენტის პირადობა ვაჩვენა და ლარად ამოვედი აქ და 6 ლიტრა წყალს ავიღებ easy Oh yeah, აჩიკომ სიურპრიზი დამოხვედრა, მე რო წყალი ჩამოუტანე იმის სანაცვლოდ. მე power bank-ს წელით ჩანთა გავხიე კიდე. ვიზუალურად ისეთია და დაგაჩენს ბოლოს მოგახსენებთ. შეიჭამა ხაჭაპური და უწერ 10-დან 4 ქულას. კაი ცომი იყო, მაგრამ ყველი არ იყო შიგნით. ყველიც კაი იყო, პროცესა ცოტა. შა 4 მე 7 ქულას დაუწევდი. აჩიკომ 7-იო და რა ვიცი რა, განაირად დაუწევდი და ეთქვა ძალიან შია და მაგიტოვებოთ რა. აჩიკომ მოგვიკვდა და გადაწყვიტა რომ ასპიძამდე ვარძიდან ასპიძამდე მარშრუტით წავიდეს და მეკივე წუწუნი არა თქმა რა, ვიღაც დადის. ძველში ვარ, ბებიაჩემის სახლში. აჩიკო ისჯება ახლა იმის რომ მარშრუტი წავამაყვანინა თავისთავად. ხალხური ლექსი თავფარავნელ ჭაბუკზე. თავფარავნელი ჭაბუკი ასპანას ქალსა ყვარობდა. და ჰქონდა წინათ სავალი გასვლას შიგარა ზარობდა. რამე ჩამოდგაწყვდიადი უკუნს რამე საჰკვანობდა. ტალღაზე ნაცენი ვაჟის ჩანთქმასა ლამობდა. ზეპირად ვისწავლი ამას მერე და ჩაგაბარე. ხოს ტელეფონს ვამოწევი ასე რომ ყავ. ამ დონეზე გავჩი. რა სიტყვი როგორია 5 დღიანი კარვის შემდეგ საწოლი. წავედით ჭობარეთი, ახალციხე, გულკელი წინობანი. ვაფშე არ არიან აქტიურები. ლეკია და დილიტანია. სვაგზა არ გქონდა. ოხ. ანუ არ გვეშვება. სოფეს გავწდით და არ გვეშვება. წადი ეხლა გეყოფა. წადი. აი დავტოვეთ ძველი. ახლა ჩავდივართ აღმართს და ჭობარეთში აგერ დაბლა. უკვე ეს ჭობარეთი. ეს არის აჩიკოს ტელეფონის მომავალი პატრონისთვის. ეს ჩემი ტრიუკია რა. ჩემი ჩემი ბაქმანი რაც მთელი გზა ვატარებ ხტის რა. აქ რომელი გაიმარჯვებს? ეგ? აჰო, რანა. ვერ გამო. წაგო. აბა? აბა, შენ გაიმარჯვე. მოიგო, წანე მოიგო. აბა? თეო გასაუბრე. გამოვედით უკვე
და ჩვენი საფინალო გასვლა იწყება. მიცეკვა კარგია, თითქოს წმინდა გრალი. სოფელი წნისი. სოფლიდან დაგვრჩა 5 კილომეტრი და არის წინუმრის სასახვევი. დასრულდება ჩვენი საქვეჯილეს მოგზაურობა. ვით მივდივართ? მაქანით. დათვიდი ვარ ითი. აპონდოჩე. მაუნდა ეგეთები პაპანო. ნოა. მეტანო ვარ თავალზე. სახლში ვარ. მე ბებია ჩემიც დამხვდა. 7 დღიანი გზა. დავასრულეთ, მოკეთ გამოგვივიდა. We did it.